ბატონო გაკო, ეს ბოლო დღეებია მაქსიმალურად გადავცემთ ჩვენ მოსახლეობას ელექტროენერგიის შესახებ. ვითარებას თუ გვექნება თუ არა საბოლოოდ და რა არის ამისათვის საჭირო. და ეს ბოლო დღეები დაერთო, რომ არ ქონდა ქალაქს რაიონს მთლიანად სინათლე. სულ რამდენიმე ხნით თუ ჩაირთო. რაშია საქმე და გვექნება თუ არა ელექტროენერგია? მე მოხარული ვარ, რომ სწორედ დღეს მოხდა კიდევ ერთხელ ჩვენი შეხვედრა, სულ 2 დღის წინ შევხვდით გარესტანის მოსახლეობას ტელევიზიით ინფორმაცია მივაწოდეთ. ამჟამად მე პირადად მოვდივარ გორის რეგიონალური სამსახურიდან. ეს ენერგო სისტემას შეეხება, მის ხელმძღვანელობას ვესაუბრებ. ამჟამად რა მდგომარეობაა? რესპუბლიკაში ამჟამად ყველანაირი საშუალება არის, რომ მოსახლეობა მიიღოს ელექტროენერგია. და რა თქმა უნდა ქარელის რაიონმაც. ის რომ პრობლემა რომ იყო სამთრის პერიოდში, რომ ელექტროენერგია საქართველოს მოსახლეობას არ ყოფნიდა და შეზღუდვები იყო, ეს აღარ არის. მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი. ეს არის ყველაზე ძირითადი დღევანდელ დღეს ელექტროენერგიის მოხმარებლებისგან თანხის ამოღება. აგერ მე წინ მიდევს სამოწერილი ციფრები. 1 მაისის მდგომარეობით თლიანად რაიონზე არის 265 მილიარდი დავალიანება. როგორც მოგეხსენებათ, მეთაურის განკარგულებით აპრილამდე, ასე ვთქვათ, გაიყინა ის ძველი დავალიანებები მოსახლეობისას და ორგანიზაციას. აქ დგება საუბარი აპრილი-მაისი, ეს 2 თვე. ჩვენ ამ 2 თვეს მოგეწოდებოდა ელექტროენერგია თლიანად ქარელის რაიონს, იღებდა მოსახლეობა, იღებდა საწარმოები, ელექტროენერგია დაიხარჯა, მაგრამ თანხა არ არის ამოღებული. მარტო აპრილის თვეში აგერ დავალიანება არის 32 მილიარდ 458 მილიონი კუბონი. ამ თანხიდან თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ 5 მილიარდი არის შემოსული 32 მილიარდიდან. ამ ციფრებიდანაც ჩანს და ამ მდგომარეობიდან გამოვდივარ და ყველა ხვდებით, რომ თუ რა სიტუაციამდე მივედით. ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო ეს 2 დღეა ქარელის რაიონში ელექტროენერგია მთლიანად გამორთული იყო. დღევანდელ დღეს ჩემი პირადი თხოვნით, ჩვენი რაიონის მოსახლეობის თხოვნით, ხელმძღვანელობის თხოვნით, ამჟამად ელექტროენერგია მოეწოდება მხოლოდ კურკომბინატს და ბებნისის წყალსაკარს. რომ მოსახლეობამ წყალი მიიღოს და მოსახლეობამ გამომცხარი პული მიიღოს. ესეც ჩვენი თხოვნით. ეს იქნება მხოლოდ რამოდენიმე დღეს. ჩვენ მივედით დღეს, როგორც იცით, ჩვენთან აგზანდება ბატონი ზურაბი, ახალი სამსახურის უფროსი. მივედით შეთანხმებამდე, ხვალიდან ყველა ინკასატორი რაიონში რაც არის 20 ინკასატორი შეიქმნება 10 იმუშა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ ქალაქ ქარელში. ამჟამად არც ერთ სოფელს და ქარელის რაიონს, ქალაქ ქარელის ნახევარს კი არ მეწოდება. სოფლებს ჩვენ დროებით თავი უნდა დავანებოთ ამ ეტაპზე, ესეა საჭირო და მხოლოდ უნდა ვეცადოთ, რომ პირველ რიგში ქალაქ ქარეში, შემდგომ კი დაბა აგარაში მოხდეს მუშაობა და ელექტროენერგიის დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ამოღება. როგორც გითხარით, 20 ჯგუფი მუშაობს ქალაქ ქარეში და ჩემი თხოვნა არის კიდევ ერთხელ. ოღონდ ეს ხომაღლა ვიძახი და გულახდილად ეს ბოლო გამოსვლა იქნება ჩემი ქარელის მოსახლეობის მხრივ ამ ელექტროენერგიის იმაზე. მე რაც სათქმელი იყო ფაქტიურად ყველაფერს ვამბობ და ყველაფერს ვიძახი. ჩვენ შევდივართ ყველა ოჯახის მდგომარეობაში, ნებისმიერი პიროვნების მდგომარეობაში, ხალხის მდგომარეობაში. ვიცით რა სიძნელეებიც არის, როგორი ეკონომიკური პირობებია და როგორ უჭირს ხალხს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონო მურად, აი დღევანდელ დღეს ზაფხულის პერიოდია და ყველა მის ცხელა. ადამიანმა შეიძლება მოიკლო ფუფუნება ეს ტელევიზია, ვიდეოს არ უყურო, მუსიკას არ მოუსმინო, მაგრამ ეს პრიმიტიული რაც არის, უნდა იკვებო ადამიანი და საჭმელმა გააკეთო, ხო? ამის გამზადებას რაღაც ხო უნდა. ავიღოთ აი თხევადი გაზის ერთი ბალონი ღირს 25,000 რუსული მონეტი. დაუჟოთ გაზი არ აქვს და შეშეუნა დაამზადოს. რამოდენა საწვავი უნდა და რამხელა ხარჯები უნდა 500,000 ღირს ერთი მანქანაში დაახლოებით ჩვენ რაიონში. რაღაცით კაცმა საჭმელი ხო უნდა გააკეთო. ყველაზე იაფი და ყველაზე სუფთა ეკოლოგიური და ყველანაირ ხელსაყრელი არის დღევანდელ დღეს ელექტროენერგია. აი ეს და
ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ გამოვიყვანეთ საშუალო არითმეტიკული და საშუალოდ ოჯახს ქარელის რაიონში ეს ქალაქი იქნება თუ სოფელი, დაახლოებით ოჯახს უწევს 3 მილიონი კუპონი თვეში. ეს არის ზუსტად 12000 რუსული მონეტი, ესე რომ გადავიყვანოთ ახლა. ზოგს იზახიან ხოლმე რომ კუპონი არ გვაქვს და რით გადავიხადოთ და აი ეს 12000 რუსული მონეტია თითო ოჯახზე. რა თქმა უნდა არის ოჯახები ახლა ვინც პენსიონერია და მარტო ხელა იმას ამ ხელა თანხას ხო ვერ გადავახდენიებთ. აი ვინც წავს მაქსიმალურად ხო 12000 მონეტსაც წავდა 3 მილიონი კუპონსაც და თოში 30 მილიონი კუპონი. საშუალოდ რო ვიანგარიშოთ ესე იგი თითო ოჯახზე არის 3 მილიონი კუპონი. სწორედ ეს დავალება მივეცი დღეს ამ სამსახურს 20 ინკასატორს, რომლებიც მხოლოდ ქალაქ-ქარეში მუშაობენ უბნებისა და ქუჩების მიხედვით და რომელთა ინფორმაციას ჩვენ მოვისმენთ პარასკევი დილით, აი თუ როგორ წარიმართა და რა თანხა არის ამოღებული. ზუსტად ეს დავალება, რომ ოჯახიდან სულ მინიმუმ უნდა გადაიხადოს თითო ოჯახმა ქალაქ-ქარეში თვეში 3 მილიონი კუპონი. იგივეა რაც 12000 მონეტი კურსით გადაყვანილი, საბაზრო კურსი. და ამჯერად 2 თვის გადასახადი საკრეფა მოხდება თუ კი, ამჟამად ახლა როგორც მე ვარ ინფორმირებული, ზოგიერთ ოჯახს და ზოგიერთ უბანს გადახდილი აქვს ქალაქ-ქარეში ელექტრონული. რა თქმა უნდა, ისინი ხელმეორედ არ გადაიხდიან, ვისაც თვითარი აქვს. ვისაც აპრილისა და მაისის ელექტროენერგიის თანხა არ აქვს გადახდილი და შესაბამისად თვითარი არ აქვს გადმოწერილი, ის გადაიხდის 2 თვისას. ესე იგი 6 მილიონი კუბოს ან 24 რუსულ რუბლს, როგორც იტყვიან. ხოლო ის ოჯახი, ვინც ელექტროენერგიას ხარჯავს, ამას ჩვენ ურჯგადამხდელებს ვეძახდით, არ გადაიხდის, ეს არ ვიცი, მე უკვე აღარ ვიცი, ხლა ისინი შეგნებულად არ იხდიან, არა, თუ როგორ აქვს, ხლა მინიმუმზეა ლაპარაკი. თუ ისინი არ გადაიხდიან, მიღებული იქნება მკაცრი სახსიები. ხვალე, როცა დაიწყება მუშაობა, ჩაეჭრებათ ელექტროენერგია. თუ ისინი თვითნებურად ელექტროენერგიას მოიხმარენ, ეს უკვე არის კანონის დარღვევა და ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და გადაეცემა პროკურატურას. ვიცი ეს ახლა ჩემი ლაპარაკი ცოტა ისე არ გაიგოს ვიღაცამ, რომ დიქტატორული მეთოდია, მაგრამ მას იმან რა აქნას, ვინც ელექტროენერგიის თანხას რეგულარულად იხდის. მაგალითად ჩვენ მეზობლები ვართ. მე ვიხდი, თქვენ არ იხდით. ახლა თქვენი გულისთვის მე რო დავისაჯო ელექტროენერგია არ მივიღო, ცოტა ვიქნები არა. ამიტომ ამ დასკვნამდე მივედით, ეს მე უბრალოდ ინტ ლაპარაკობ და ესე იქნება. ვისაც არ უნდა გადახდა ელექტროენერგიის მოხმარება, არ უნდა იმას ჩაეჭრება, ვინც სისტემატურად იხდის და გადაიხდის, იმას ექნება ელექტროენერგია ქარელის რაიონში. როგორც არ უნდა წინააღმდეგობები იყოს, როგორც არ უნდა მოიწადინოს ხალხმა და არ გადაიხადოს თუ ვერ გადაიხდის, ჩვენ ამას გავაკეთებთ. აი პირადად მე პირდები ქარელის რაიონის მოსახლეობას. ჯერ ქარეში მუშაობ, გადავართ აგარაში, შემდეგ სოფლებში, ეს თუ ყველგან ივლის 20 კაციანი ჯგუფი. 20 კაციანი ჯგუფი ივლის და იმუშავებენ დაახლოებით ყველა სოფელში, ყველა ქალაქში ერთი კვირა, ორი კვირა, 10 დღე დაახლოებით ესე და ყოველი 10 დღის მერე მაქსიმალურად იქნება ამოღებული. ყოველი 10 დღის მერე პირადად ჩემთან სამსახურში შედის ელექტროენერგია. პირადად მე მექნება ინფორმაცია და რაიონის ხელმძღვანელობას თუ ამადა იმ სოფელში როგორ მოხდა თანხის გადახდა. მე კიდევ ერთხელ ამთხოვ სულ თხოვნებით და იმით გამოდიოდი, მე უხერხულება და მშვენია კიდევაც რომ ამაზე მჭირდება საუბარი. ხა დღეს ყველამ უნდა გაიგოს ეს და ყველამ უნდა მიხვდეს. მიუხედავად იმ გაჭირებისა, კიდევ ერთხელ ვიძახი, იმ ძიმე მდგომარეობისა, არ არსებობს ადამიანის ცხოვრება, ჩვენი ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე. გამორიცხულია. შეიძლება ბუნებრივი გაზი არ აქონდეს, შეიძლება თხევადი გაზი არ აქონდეს, რაღაც არ აქონდეს, მაგრამ ელექტროენერგია უნდა. ეს არის პრიმიტიული ამიდან იწყება ადამიანის ცხოვრება. ამის გარეშე ჩვენ რაიონის ცხოვრება არ შეუძლია და მე კიდევ ერთხელ ვთხოვ, დღეს ნომერი პირველი პრობლემა ეს არის და ყველამ არის რაღაც მეორე ხარისხოვანი საქმეები გვერდზე გადასდოს მოსახლეობამ და კეთილსინდისიერად, ადამიანურად, კაცურად, მეგობრულად და ისევ ის ელექტროენერგია ხო ისევ თვითონ მოხმარდეთ იმათ შვილებს და იმათ ოჯახს და რა ვიცი ელექტროენერგიას მე ვერ წავიღებ და ვიღაცა ვერ წაიღებს სახში. ეს ყველასია და ყველას სჭირდება ელექტროენერგია და აი ეს არის რომ მე ვთხოვ რომ ყველა საქმე გადადონ და თანხა გადაიხადონ მაქსიმალურად. ვისაც რა შეუძლია, ყველა თავის გულში ჩაიხედოს, კაცურად და ისე გააკეთოს ეს საქმე. ესე მე იმიტომ ვთხოვ რომ იმიტომ ვთხოვ რომ აი მინდა რომ რაიონში შუქი იყოს, ცენტრში მაინც. ეს მე მინდა, იმიტომ რომ სავანტყოფო შუქი ექნება, ღმერთმა დაგვიფაროს, რაღაც მოხდეს, ელექტროენერგია იქნება.
პურ კომბინაცი როგორც იცით სპირალებზეა უკვე პურის სპირალზე წყობა ელექტროენერგიით წყობა და ელექტროენერგია უნდა კავშირგაბმულობას ელექტროენერგია უნდა პოლიციას ელექტროენერგია უნდა და აი ეს ძირითადი ობიექტები და იგივე ეს წყალი რამოდენიმე დღეა უკვე ქარაში წყალი არ არის გასაგები ხარ ზოგიერთ უბანში წყაროა და ის მაგრამ ძირითადი მოსახლეობა სასმელი წყლით ბებნისის წყალსაკაჩიდან მარაგდება და იქ რო წყალი იქ რო ელექტროენერგია არ იყოს და რაიონის წყალი არ იყოს ნიშნავს რომ საერთოდ დაღუპვისპირას იქნება რაიონი და აი ეს არის და მე მგონი ხალხი დაფიქრდება თავის გულში ჩაიხედება მიხვდება რომ ეს უნდა გაკეთდეს თორე მე კი არა სახელმწიფო მეთაური ვინც არ ამ საქმეში არ ჩაერიოს როგორი ავტორიტეტული პიროვნება როგორი კომპეტენტური პიროვნება როგორი ადამიანი ამ საქმეს ვერავინ ვერ მოაგვარებს ყველა მეუბნება კი ბატონო რამდენიც გინდათ ელექტროენერგია რამდენი მეგავატი მოგაწოდოთ გეგმურად რაიონში მითხარი ოღონდ პირობა მოგეც ხელშეკრულება გააფორმე თანხა გადაიხადეთ კი ბატონო ისე რომ ჩვენ იმ ხალხთან დასამდური არაფერი აღარ გვიქნება და მე მგონი არც ჩვენთან და არც ხელმძღვანელობასთან მოსახლეობას დასამდური არ ექნება მე ბოდიში ვიხდი ველავ ეხლა ცოტა მე არ მეგონა რომ ჩემი 2 და 3 დღის რო გამოვედი გამოსულით რაღაც შეიცვლებოდა მაგრამ როგორც ჩანს არ შეიცვალა და მე ველავ ისე ხალხის გულისთვის გელა ნუ ხალხმა შეიგნოს და ეს გააკეთოს სხვა გამოსავალი დღეს აღარ არის ეს უნდა გავაკეთო ჯერჯერობით ესე იგი სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და გადახდისთანავე ჩაირთვება ის სოფლებიც არა? რა თქმა უნდა, არავითარი პრობლემა კიდევ ერთხელ ვიძახი არ არსებობს, რომ რომელიმე უბანზე, რომელიმე სოფელზე, რომელიმე საკრებულოზე ჩვენ ელექტროენერგია არ აქონდეს და ვერ მივაწოდოთ. ეს არავინ არ გაიგოს. ადრე იყო კი კიდევ მეორე ზამთარში რომ არ იყო საშუალება. დღეს არის მაქსიმუმ ელექტროენერგიის. არის შესაძლებლობა რომ რაიონზე ყველა სოფელი, ყველა უბანი განათებული იყოს. კი ბატონო, გვაძლევთ. ოღონდ გეუბნებიან ელექტროენერგია გადაიხადეთ დაგვაცადეს 2 თვე ესეთ ჩვენი მეგობრული მე არა მაგრამ მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა ხალხთან მეგობრები ვარ და ჩვენი მეგობრობის გულისთვის და ახლო ვართ ერთმანეთთან და 2 თვე დაგვაცადეს ეს 2 თვეც გავიდა მაგრამ არავითარი შედეგი როგორც გითხარით 60 მილიარდი და 5 მილიარდია მხოლოდ გადახდილი თუ აი მოახლოეს ერთ კვირაში ქალაქ-ქარელიდან დაწყებული პირველ რიგში მდგომარეობა არ გამოსულდა მე ხმა მაღლა ვიძახი რომ ქალაქ-ქარელზეც და თლიანად რაიონს მაქსიმალურად შეუწყდება ელექტროენერგია იმიტომ მე დღევანდელ დღეს გორში მანახეს რადიოგრამა მინისტრისა გადმოცემული სადაც წერია ხაშური ქარელი გორი კასპი აქ უკვე ლაპარაკია თლიანად რეგიონის გამორთვაზე ანალოგიური მდგომარეობაა ყველა ქალაქში და ყველა რაიონში და ყველა იმაში ანალოგიური მაგრამ ჩვენი ვეცადოთ ჩვენი გავაკეთოთ აგერ სოფელი გიწნესია 2 წელიწადია შუქი და ბუნებრივი გაზი არ შეწყვეტია გამოჩნდა ხალხი რა ვიცი ახლა შორს არა ვარ დაშორებულები სულ 10-15 კილომეტრია გორის რაიონია ბუნებრივი გაზის შუქსაც იხდის ხალხი ელექტროენერგიის შუქსაც იხდის 2 წელიწადია ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი არ გამორთვათ რომ აგერ არის და მივიდეს მოსახლეობა შეამოწმოს მე ხო იქნებ ტყვის ვიძახი მე მპირდები ყველას რომ თუ შუქს გადავიხდით შუქი გვეკნება სისტემატიურად აი ეს არის ჩემი ნათქვამი დიდი მადლობა